თუ ღმერთი ჩვენს გულს არ შეხვდა და ესაუბრა, მაშინ ჩვენ მასთან ურთიერთობა არ გვაქვს. როგორ უკავშირდება მართლმადიდებლური დოგმატი ყოველდღიურ ცხოვრებას? გამორიცხული ადამიანს უნდოდეს ღმერთი და ღმერთს არა. ღმერთი შეუძლებელს არ გვავალებს. ყოველივე, რასაც ის ჩვენგან ითხოვს, ხელმისაწვდომი და მარტივია. დაგლოცეთ მეუფეო. ქრისტემ დაგლოცოთ. დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს დღესასწაულობს, გთხოვთ გვესაუბროთ, რას გვასწავლის საკვირაო სახარება, უფლის, ფილიპესა და ნათანაელის შეხვედრის ამბავს რომ მოგვითხრობს. დიდ მარხვის კვირათა მთელი ეს ჯაჭვი ერთგვარი კიბია, რომლითაც ღმერთს უნდა მიუახლოვდეთ. და ამ კიბის საძირკველი არის ის ფაქტი, რომ ღმერთი ჭეშმარიტად გახდა ადამიანი, ჭეშმარიტად განკაცდა და ვიხილეთ დიდება მისი და აემკვიდრა ჩვენ შორის და გვიბოძა შესაძლებლობა ღვთის შვილებად გახდომისა. ამიტომაც ეკლესია მართლმადიდებლობის კვირიაკეს წმინდა ხატების ამაღლებით აღნიშნავს. წმინდა ხატები განგვიცხადებენ, რომ ქრისტე ჭეშმარიტად განკაცდა. მისი გამოთქმა და აღწერა შესაძლებელია, თვალით იხილვება და მადლით მასთან თანაზიარება შეგვიძლია. ამიტომ უნდა მივაგოთ პატივი წმინდა ხატებს, რომ ამ გზით ჩვენთვის განკაცებულ ქრისტეს მივიახლებით. იგი უცნობი, უხილავი და ხელშეუხებელი კი არ არის, არამედ თვალით ხილული, მას ვესაუბრებით, მადლის მიერ ვეზიარებით და ჭეშმარიტად ღვთის შვილნი ხვდებით. ფილიპესა და ნათანაელზეც გვესაუბრეთ. ეს ორი განსხვავებული ადამიანი იყო, განსხვავებული ხასიათით. როგორ განეცხადათ მათ ღმრთის ყოფობა? იოანეს სახარების პირველი თავის 43-44 მუხლის თანახმად გალილეის გზაზე უფალმა ფილიპე იპოვა და უთხრა: შემომიდექ მე. უფლის ეს მოწოდება მოწაფეთა მიმართ შემომიდექ მე, მხოლოდ მოწოდება კი არ არის, არამედ გამოცხადება. მოწაფეები, რომელთაც სუფთა გული და კეთილი ნება გააჩნდათ და ამ მოწოდების ღირსნი იყვნენ, ქრისტეს მიხვებიან. ამ მოწოდების ჭეშმარიტებას, რომ ეს მართლაც ღმრთისგან იყო, ამოწმებს ის ფაქტი, რომ მოწაფეებმა სხვებსაც ქრისტესკენ მოუხმეს. სწორედ ესაა დასტური, რომ მოციქულთა გამორჩევა და მოწოდება ღვთისაგან იყო. ეს რომ მადლის პირადი გამოცდილება ყოფილიყო და სხვებისთვის გაზიარების სურვილი არ ჰქონოდათ, ეს რაღაც ანგარებიანი და ეგოისტური იქნებოდა. მახსოვს ჩვენს მოძღვართან, მამა იოსებთან ერთად რომ წავედით ესექში, წმინდა სოფრონისთან. მან წმინდა სილუანის ხილვის შესახებ მოგვითხრა და დასძინა. სილუანმა ღვთის ჭეშმარიტი ხილვა იმიტომ მიიღო, რომ როგორც კი ქრისტე იხილა, მის გულში მყისვე მთელი სამყაროსთვის ლოცვა დაიბადა. ეს იყო დასტური იმისა, რომ სილუანის გულმა ღვთის ჭეშმარიტი გემოსხილვა შეძლო. ასე მოხდა ქრისტეს მოციქულების შემთხვევაშიც. ქრისტესთან მათი გამოცდილებაც ამგვარი ბეჭდით აღიბეჭდა. ისინი მაშინვე თავიანთი მოძმეებისკენ გაეშურნენ. ფილიპემ ნათანაელი იპოვა და უთხრა ის, რაც ეკლესიის გამოცდილებაა, რომელი იგი დაწერა მოსე, ჯულსა და წინასწარმეტყველთა, პოვეთ იესო, ძე იოსებისი, ნაზარეთით. მათ მაშინვე დაამოწმეს ჭეშმარიტი მესიის ნიშნები. ის, რაც მოსეს და წინასწარმეტყველთა მიერ იყო ნაუწყები და ვისაც ყველა ელოდა, ვინც ქვეყნიერების დიდი მოლოდინი გახდათ. ეს იესოა, ნაზარეველი, იოსების ძედ წოდებული. ესე იგი ფილიპეს ეუწყა. დიახ, არანაირი კითხვა არ დაუსვამს, უბრალოდ მიიღო. მისი კეთილგონიერების გამო ღვთისგან ეუწყა და განეცხადა, რომ იესო მესიაა. ბევრმა შეიძლება გვითხრას, გამომყევიო, მაგრამ არ მივყვებით, თუმცა ქრისტეს მოწოდება ყველაზე ძალმოსილი იყო. და ნათანაელზე რას გვეტყვით, რომელმაც ქრისტეს პიროვნების გამოკვლევა და გამოძიება დაიწყო? ეს ეგოიზმი იყო თუ განსხვავებული ხასიათი? არა, ნათანაელი ძალიან კარგად ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულისკვეთებით მოიქცა. ის ქრისტეს ჯერ არ შეხვედროდა, ამიტომაც, როდესაც თავისი ძმისა და მეგობრის გამოცდილება მოისმინა, ვპოვეთ მესია, ვისაც მოსე და წინასწარმეტყველები გვაუწყებდნენო, გამოკითხვა დაიწყო. ნამდვილად ასე იყო თუ არა?
ასეც უნდა მოქცეულიყო, უნდა ეკითხა, წინ დაუხედავი არ ყოფილიყო. ფილიპემაც სიმართლით მიუგო, მოვედ და იხილეო. არგუმენტების მოყვანა არ დაუწყია. არ უთქვამს ძალიან კარგი ადამიანია, ურძნოდ მესაუბრა, ან სასწაულებს ჩადისო, არამედ მოვედ და იხილე. ეკლესიის მოწოდებაც სწორედ ესაა თითოეული ადამიანისადმი. მოვედ და იხილე. ნახე, რომ ის, ვიზეც მოსე და წინასწარმეტყველები წერდნენ, ნაზარეველი იესოა. ეგ-ს ერთგვარი პასუხიც კი იყოს ჩვენთვისაც, ვინმეს ეკლესიაში მოყვანას რომ მოვისურვებთ ხოლმე, ქადაგებას დაუწყებთ და რა თქმა უნდა უშედეგოდ. ჩვენ ადამიანური ძალებით ვცდილობთ, მხოლოდ ეს გაგვაჩნია, ჩვენს სიტყვებს წმინდა მოციქულების მსგავსი ძალა არ აქვთ, მაგრამ ეკლესია ნამდვილად გვთავაზობს, რომ ყოველივეს ჩაუღრმავდეთ და კეთილი განწყობით თითოეულს მოგვიწოდებს. მოვედ და იხილე. მოსული და თვალხილული კი ნამდვილად დაინახავს ქრისტეს ეკლესიაში, არა ადამიანთა მეშვეობით, არამედ საიდუმლოებებში განჭვრეთ სამრთო მადლის მეშვეობით, რომელიც ეკლესიაში უხვად მკვიდრობს. მეუფეო, შეგიძლიათ ნათანაელის დამოკიდებულებაზე უფრო მეტი გითხრათ. ნათანაელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან სწორად მოაზროვნე ადამიანი იყო და მისი მაგალითი ჩვენს გვასწავლის, როგორ უნდა მივიახლოთ ღმერთს, ჩაღრმავებითა და გულმხორვალებით. ზედაპირულად ნუ მივიღებთ ნებისმიერ მოწოდებას, რომელიც ჩვენს ყურს მისწვდება და აამებს, არამედ ღმერთთან შეხვედრის პირად გამოცდილებას ვესწრაფოთ. რადგან თუ ღმერთი ჩვენს გულს არ შეხვდა და ესაუბრა, მაშინ ჩვენ მასთან ურთიერთობა არ გვაქვს. ამიტომაც, როდესაც ნათანაელი ქრისტეს ხვდება, იგი ამბობს: აჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკვა არ არის. ნათანაელი კი მიუგებს: საიდან მიცნობო? როგორც კი ქრისტემ უპასუხა, რომ ლეღვის ქვეშ იხილა, მაშინ ნათანაელი თავისი კეთილი განწყობის დახმარებით მიხვდა, რომ მას მესია ესაუბრებოდა. რაბინული ტრადიციის თანახმად, ეს იყო ადგილი, სადაც ღვთის სჯულს კითხულობდი და ლოცულობდი. აქ უბრალოდ რომელიღაც ხეზე არ არის საუბარი. შესაბამისად, ნათანაელი იესოს მიუგებს: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა. მაშინვე დაამოწმა ერწმუნა უწყებას, რომელიც მისმა გულმა მიიღო, რომ ეს ცოცხალი ღმერთის ძეა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ესე იგი, ეს შინაგანი უწყება იყო და ნათანაელი მას მაშინვე ენდო. ქრისტესთან გასაუბრებისთანავე და მისი სიტყვების მოსმენისთანავე მიენდო მას. მეუფეო, ეს მოწოდება რაღაც სხვა, განსხვავებული იმისგან მონაზვნობის სურვილს ან ეკლესიაში მისულ ადამიანს რომ აქვს. ამ სიტყვის დამწერლობაზე ბევრი მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას. გულისხმობ, რომ ბერძნულში სიტყვა მოწოდებას ორგვარად წერენ ხოლმე: ასო იოტათი და ასო იტათი. პირველი ნიშნავს, რომ მე თავად შევბრუნდები კონკრეტული მიმართულებით, ჩემი არჩეული ცხოვრების წესისკენ. მეორე კი ღვთისგან წარმოგზავნილი, ჩემკენ მომართული მოწოდებაა. ეს ორი რამ ერთმანეთს უნდა შეხვდეს. მეც უნდა მსურდეს ღმერთი და მასაც უნდა ვსურდე მე. ღმერთი ყველას მოუხმობს, მაგრამ ეს ჩვენი ნების ამბავიცაა. გამორიცხული ადამიანს უნდოდეს ღმერთი და ღმერთს არა, რადგან ამ შემთხვევაში ვინმე იტყოდა: აი ღმერთო, მე მინდოდა გამოყოლოდი, მაგრამ შენ სხვები აირჩიეო, ან პირიქით, ჩემ დაუკითხავად გამომირჩიეო. დანარჩენ მოციქულებსაც ჰქონდათ ის შინაგანი მზაობა, რომ ეს მოწოდება მიეყოთ. იუდასაც კი სხვების მსგავსად თავად ქრისტემ უხმო. მაშინ იუდასაც ისეთი სულიერი მდგომარეობა ჰქონდა, რომ ეს მოწოდება გამართლებული იყო. მასაც შეეძლო ქრისტეს შესდგომოდა. მისი გული შემდგომში გაქვავდა და მასში ვერცხლის მოყარეობის ვნება მიმძლავრა. თუმცა მოწოდების მომენტში მოციქულებრივი მადლისა და მოწოდების მიღების მდგომარეობაში იმყოფებოდა. და როგორ მთავრდება ქრისტეს ფილიპესა და ნათანაელის შეხვედრა? თქვენგან ამის შესახებ მოსმენა საინტერესო იქნებოდა, იქნებ განგვიმარტოთ. როდესაც ფილიპემ მიიღო უწყება, რომ ეს არის მოძღვარი ძე ღმრთისა და მეუფე ისრაელისა, ქრისტე მას ეუბნება: ამენ, ამენ გეტყვით თქვენ, ამიერიდან იხილნეთ ცანი განხმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედაკაცისასა, რაც ნიშნავს, ამიერიდან, როდესაც ღვთის მოწოდება მიიღე და გამოცდილებით შეიცან იგი, როგორც ჭეშმარიტი მესია, მასწავლებელი ისრაელისა და ძე ღმრთისა, სამորդო საიდუმლოთა მხილველი გახდები
და იხილავ ანგელოზებს, რომელნიც ჩვენს უფალს იესო ქრისტეს ემსახურებიან. ესე იგი, ამიერიდან მოციქულ ნათანაელს, როგორც ყველა სხვა მოციქულს, ღვთის სხვადასხვაგვარად ჭვრეტის შესაძლებლობა ეძლევა. იგი ქრისტეს ლიტომ კაცად კი აღარ აღიქვამს, არამედ ღმერთ კაცად. ცხადია, ჯერ კიდევ ბუნდოვნად, რადგან ჯერ არ იყო მათში სულიწმინდა, მაგრამ მათ უკვე აქვთ საღმრთო მადლის გამოცდილება. ქრისტეს საღმრთო ბუნებას გრძნობენ. მათთვის უკვე ცხადია, რომ ეს უბრალოდ თუნდაც ძალიან ქარიზმატული ადამიანი კი არ არის, არამედ ვიღაც გაცილებით მეტი. ისინი სულთმოფენობის დღეს მიიღებენ შინაგან მოწმობას, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცია. და ანგელოზებზე ნათქვამი ჩვენს გვეხება თუ მხოლოდ წმინდა ადამიანებს. შესაძლებელია, რომ გწამდეს და ანგელოზებს ვერ ხედავდე. ანგელოზების ხილვა საჭირო არ არის. ჩვენში ქრისტეს მკვიდრობას უნდა შევიგრძნობდეთ და ანგელოზებზე მეტსაც ვიხილავთ. ეკლესიის წმინდა საიდუმლოების მიერ შეგვიძლია ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ და ეს საღმრთო საიდუმლოება განვიცადოთ. ჩვენ მადლის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც სჯულის ხანაზე აღმატებულია. შეგიძლიათ ამაზე გვესაუბროთ. მადლის პერიოდში ცხოვრებას გულისხმობ. ეს ნიშნავს, რომ ნათელ ვიღეთ და ჩვენი ხრწნილი ბუნება განახლდა. ჩვენი რწმენა მირონცხების ბეჭდით აღიბეჭდა და ქრისტეს მიერ წარიმართა. ევქარისტიის საიდუმლოება სულიერ საზრდელსა და სიცოცხლეს გვანიჭებს და ქრისტეს ნაწილნი ვხდებით, მისი მარადიული სასუფეულის მემკვიდრენი. ეს გარანტია? თუ სწორად გავიგე. დიახ, ეს გარანტი და ჭეშმარიტია. ცოცხალი ღმერთის ჩვენთან ყოფნის ხელშესახები მტკიცებულება. როგორ უკავშირდება დღევანდელი სახარება მართლმადიდებლობის ზეიმს? იქნებ ამაზეც გვესაუბრა. ეს სახარება დღევანდელ დღესთან იმით არის დაკავშირებული, რომ ნათანაელმა და ფილიპემ, მანამდე კი პეტრემ და ანდრიამ ქრისტე შეიცნეს, როგორც ჭეშმარიტად ღმერთი და ჭეშმარიტად კაცი. მასში მესია ამოიცნეს. ქრისტე კონკრეტული ისტორიული პიროვნება იყო, არა რაღაც განყენებული იდეა, არამედ ცოცხალი პიროვნება, იესო, რომელსაც ნაზარეველი იოსების ძედ იცნობდნენ. ჩვენ მას შევხვდით, ვიხილეთ, მასზე ვისაუბრეთ, მას ვესაუბრეთ, ხელი შევახეთ, ვიგემეთ და ეკლესიაში განვიცადეთ. სწორედ ამიტომ გამოვსახავთ ხატებზეც. მისი გამოსახვა რომ არ შეგვეძლოს, ვერც შევიყვარებდით. შევძლებდით კი უხილავი, უცნობი, გამოუსახველი და ხატებით გამოუთქმელი ღმერთის შეყვარებას? ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვხედავთ და ვერ შეგვიყვარდება ის, რისი წარმოდგენაც არ შეგვიძლია. უხილავ ღმერთს ვერ შეიყვარებ, რადგან შენთვის უცნობი იქნება. ამიტომაც იყო, რომ ძველ აღთქმაში დიდი წინასწარმეტყველებიც კი, მოსე და ელია ღმერთს ეუბნებიან, შენი სახე გვიჩვენეო. მათაც სურდათ ღმერთის ხილვა, მხოლოდ მოსმენა არ კმაროდა, მხოლოდ სჯულის მიცემა არ კმაროდა, ხილვა სურდათ. ეს ადამიანის ბუნებრივი სწრაფვაა, გაიცნოს ის, ვინც მას ესაუბრება და მას მხოლოდ ასე შეიყვარებს სრულყოფილად. უნდა გაიცნო, შეეხო, შეუერთდე და გამთლიანდე. ეკლესიაში სწორედ ეს მიიღწევა ევქარისტიის საიდუმლოებით. კალენდარში სხვა დღეებიც ხომ გვაქვს ასეთი ტრიუმფალური გამარჯვების აღსანიშნავად? წინასწარმეტყველები, ღვთისმშობელი, მოციქულები. რატომ ეწოდება ამ კონკრეტულ დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი? იმიტომ, რომ ეს საძირკველია და მასზე დგას ეკლესია. ესაა მთელი ღვთისმეტყველება, ღმერთი განკაცდა. 50%-ით კაცი და 50%-ით ადამიანი კი არ იყო, არამედ 100%-ით ღმერთი და 100%-ით ადამიანი, უცოდველი. ღმერთი რომ არ განკაცებულიყო, ვერც ადამიანი განეღმურთობოდა მადლის მიერ. ამიტომაც ეს კვირა გვიჩვენებს, რომ ადამიანი ჭეშმარიტად ღმერთი ხდება მადლით. როგორც წმინდა გრიგოლ პალამა და უქმნელი ნათლის ღვთისმეტყველებაც მოწმობს. პირველად ღმერთმა შეგვიყვარა და ჩვენთვის განკაცდა. ჩვენ კი ამაზე დაყრდნობით წარვემატებით და ჩვენს ღმერთის ჭეშმარიტი, მადლისმიერი შვილნი ვხდებით. დღეს წმინდა ხატების აღმართვისა და ამაღლების ისტორიულ მოვლენასაც დღეს ასწავლობთ. ამაზეც ვისაუბროთ. რატომ მიიჩნევდნენ ხატმებრძოლები ხატებს სახიფათოდ და რა არის ხატების თაყვანისცემის არსი? ხატმებრძოლები ხატებს კერპებად მიიჩნევდნენ. ისინი წმინდა წერილში ყურადღებას არ აქცევდნენ იმას,
რომ შესაქმის პირველივე თავში სიტყვა ხატია ნახსენები. ღმერთმა პირველი ხატი, ადამიანი შექმნა. როგორც წერია, ხატად და მსგავსად თვისა. თუ ხატი კერპს ნიშნავს, გამოდის რომ ღმერთმა კერპი შექმნა? განა ღმერთი კერპების შემოქმედია და ჩვენს კერპებად შექმნა? ცხადია, არა. ხატი კერპს არ ნიშნავს. კერპი თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ის თავადაა ღმერთი. მაგრამ თუ მე ღმერთს გამოვსახავ, ეს უკვე ხატია. შესაბამისად, ადამიანი ღვთის ხატია და ადამიანის განახლება და წმინდა ხატების თაყვანისცემა ნიშნავს, რომ ღმერთმა მისი ხატება ადამიანი აღამაღლა. ეკლესია ხატებს აღამაღლებს, რათა გვამცნოს, რომ ამ იერიდან ღვთის მეგობარნი არიან ისინი, ვინც საკუთარი შესვარული ღვთის ხატების განახლება იგემა. ამიტომაც არიან გამოსახულნი დღეს აქ წმინდანები, ამიტომაც წარვიძღვანებთ წმინდა ხატებსა და წმინდა ნაწილებს ლიტანიობით. ეს ყველაფერი ხომ სწორედ ღვთის ჭეშმარიტი განკაცებისა და ადამიანის შელახული ხატების აღადგინების მაჩვენებელია. რატომ არის ხატმებრძოლობა ერესი? ერესი იმიტომ არის, რომ პირდაპირ სარწმუნოების საფუძველს ღვთის სიტყვის განკაცებას უარყოფს. სიტყვა იგი ხორციელი ქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი. ჩვენი მსგავსი, სრული ადამიანი გახდა და ვიხილეთ დიდება მისი. თუ იგი უხილავი და უცნობი იქნებოდა, როგორღა ვიხილავდით ჩვენ ღვთის ხოლოჩობილი ძის დიდებას? ჩვენთვის უცნობი დარჩებოდა და მის შეყვარებას ვერ შევძლებდით. მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩვენში ამ ღმრთის ხატების დაცვისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვინ წარკვტაცებს და გვპარავს ამ ხატებას? ვინ არის დღეს ჩვენს გულში ხატმებრძოლი? ჩვენი ვნებები და შეცოდებები და მათი აღმძვრელი ეშმაკი. ჩვენი ცხონების მტერი. აი ვისია დღევანდელი ხატმებრძოლობა. აი ვის სურს ღვთის ხატების დამცრობა, დამდაბლება და ადამიანის დაბეჭოვება, დაუშნოება და სახის დაკარგვა. ქრისტეს ხატება მუდამ ჩვენშია. მეუფეო, როგორ ითმენს ღმერთი ამ ხატების მაპატიეთ გამოთქმისთვის და შესურას? მოგვიწევს პასუხისგება იმაზე, რაც ჩვენში ღვთის ხატებას დავმართეთ? პასუხის გაცემა უეჭველად მოგვიწევს, რადგან ადამიანის მთელი ბრძოლა და ღვაწლი ამ შელახული ხატების აღდგენისკენაა მიმართული, რათა აღადგინოს ის მშვენიერება ღმერთმა, რომ შესაქმის დასაწყისში მასში შთანერგა. ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ხრტნილებას, საკუთარი ღვთის ხატების აღდგენას ესწრაფვის და თავის ჯანსაღ ვერსიას დაეძებს. ხოლო როდესაც ცოდვებსა და ვნებებში ვაგრძელებთ ცხოვრებას, ეს ვნებები თანდათან გვწამლავენ და სახეს გვაკარგვინებენ. ჩვენი შელახული ხატება თავად ვეგუტკივა, ამიტომ ჯერ საკუთარ თავთან ვაგებთ პასუხს და შემდეგ ქრისტესთან. ჯერ ჩვენს თავს უნდა გავცეთ პასუხი, თუ რატომ დაუტევეთ ღვთის ხატება და ვნებებსა და შეცოდებებს მივეცეთ თავი. დღევანდელი დღესასწაული გვასწავლის, რომ სარწმუნოება დავიცვათ. დოგმატები ცოცხალი ღმერთის საიდუმლოებათა განმარტებაა. როგორ უკავშირდება მართლმადიდებლური დოგმატი ყოველდღიურ ცხოვრებას? დოგმატების სხვა არაფერია თუ არა წმინდა მამათა შემუშავებული ცნებები, ანუ წმინდა მამათა სწავლებანი, რომელნიც ადამიანისთვის მაცხოვნებელია. მაგალითად, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ღმერთი რეალურად არ განკაცებულა, ადამიანის ცხონება მაშინვე საფრთხის ქვეშ დადგება, რადგან ამ შემთხვევაში ვერც ადამიანი გახდება მადლისმიერი ღმერთი და ვერ ცხონდება. ის, რაც ღმერთს თავისად არ მიუღია, იმას ვერც გადაარჩენს. ხომ გსმენიათ ფრაზა, რომელი არა შეიწყნარა, არც არ განკურნებს. ღმერთის სრულყოფილი, უცოდველი ადამიანი უნდა გამხდარიყო, რათა დაცემული ადამიანი აღედგინა და სრულიად განეღმრთო, რასაკვირველია მადლისმიერ და არა ბუნებითად. ფილიპესა და ნათანაელზე ვისაუბრეთ და გასაგებია, რომ სახარება პირადი მოტივებით კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ ჩვენი გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ. შეგვიძლია თუ არა, რომ ქრისტიანთა ერთიანი თემები ჩამოვაყალიბოთ, თუ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ღმერთი შეუძლებელს არ გვავალებს. ყოველივე, რასაც ის ჩვენგან ითხოვს, ხელმისაწვდომი და მარტივია. ცოდვაში ცხოვრება უფრო ძნელია, ვიდრე ღვთის სიახლოვის ყოფნა. სინათლე ანათებს, ახარებს, ათბობს, ადამიანს დაცულად და შინაურულად აგრძნობინებს თავს. ამიტომაც ღვთის პირველი მცნება არ არის ირწმუნო, მთელი ეს სწავლა მოძღვრებანი. არამედ პირველი მცნება მისი სიყვარულია. უფრო სწორად, საერთოდაც ეს ერთადერთი მცნებაა. ღმერთის შესაყვარებლად კი მისი გაცნობაა საჭირო, მისი ხილვა
მასთან მიახლოება, მასთან ცხოვრება და მასთან შეერთება. სხვაგვარად მას ვერ შეიყვარებ. ადამიანი ღმრთისგანაა შეყვარებული, ღმერთს უყვარს იგი, როგორც მამას და ადამიანიც ამ საღმრთო სიყვარულის საპასუხოდ იღწვის. ამ პასუხისთვის ყველა ადამიანს თავისი საზომი გააჩნია, მხოლოდ ღმერთმა უწყის ეს. ღმერთი კაცობრივი ლოგიკით როდი განსჯის, მას საკუთარი მიდგომა აქვს. მან გვითხრა, რომ სრულყოფილნი ვიყოთ. ვინ არის სრულყოფილი? უცოდველი? არა. ასეთი ადამიანი საერთოდ არ არსებობს. არც უცდომელი ადამიანი მოიძებნება სადმე. მაშინ ვინ არის სრულყოფილი ღვთის წინაშე? დაბალი და მონანული ადამიანი, ვინც შეცდომებს უშვებს, სწოდავს კიდეც, მაგრამ დაბლდება და ცდილობს შეიცვალოს. აი ეს არის სრულყოფილი კაცი. სხვაგვარად, ქრისტე არ გვირჩევდა იმას, რაც მიუღწეველი და ძნელია. ამიტომაც ქრისტემ გვითხრა, რომ ნურავის განვიკითხავთ. ნუ სჯით თვალღებით, მსჯავრი და განკითხვა მხოლოდ ყოველი ადამიანის გულთან მცნობელ ღმერთს ეკუთვნის. ჩვენ კი მხოლოდ გარეგანს ვხედავთ და დასკვნებით შესაბამისად გამოგვაქვს. ჩვენი მსჯავრი კი აცდენელია ღმერთისას. არ არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქვენი, ამბობს უფალი ძველ აღთქმაში. საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ ჩანდა ისე, თითქოს მართლმადიდებლობის ხომალდი იძირება. თუმცა აგერ უკვე 2000 წელია ამდენი დევნისა და პრობლემების მიუხედავად კლდესავით დგას და დღემდე შობს წმინდანებს. როგორ ხდება ეს? ეს იმის ნიშანია, რომ ღმერთი ჩვენთანაა. ჩვენთან არც ღმერთი. მახსოვს პატარა რომ ვიყავი, მოზარდობაში გაზეთში ერთი კვლევა წავიკითხე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 30 წელიწადში ეკლესიას მორწმუნეები აღარ ეყოლებოდა. ცოტა არ იყოს შევშფოთდი. ხედავდი, რომ ეკლესიაში ცოტა ბავშვი და ახალგაზრდა დადიოდა. პროსტეთ სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა, რადგან ეს ყველაფერი კაცობრიულ ლოგიკას არ ექვემდებარება. ადამიანურად ეკლესია მართლა უნდა მინავლებულიყო, მაგრამ ქრისტემ გვითხრა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. შეუძლებელია ეკლესია ოდესმე დაეცეს. ჩვენ შეიძლება დავეცეთ, მაგრამ ეკლესია მარადივლად იქნება. ეგებეს უდიდესი სასწაულიც კი იყოს. უდიდესი სასწაულია, რომ მე-20 და 21 საუკუნემ წმინდანთა მთელი დასები შვა. მე-20 საუკუნეში იმდენი წმინდანი გვყავს, წინა საუკუნეებში რომ არ ყოლია. ესენი იყვნენ მოწამენი, აღმსარებელნი, ასკეტნი და ადამიანები, რომელთაც ერში ეკლესიაში იღვაწეს. იერარქები, წმინდა ნექტარიოსი, წმინდა კალენიკე ედესელი, წმინდა მღვდელმთავრები, რომელნიც ახლა უკვე მხოლოდ თავიანთ ეპარქიას კი აღარ ეკუთვნიან, არამედ მსოფლიო მნათობებად მოგვევლინენ. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მთელი მსოფლიოს წმინდანებს შეგვიძლია ვიცნობდეთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. დიდი მადლობა მეუფეო. ქრისტე შეგეწიოთ. დღეს მართლმადიდებლობის ზეიმის შესახებ ვისაუბრეთ. დიდი მადლობა, რომ დღესაც ჩვენთან იყავით. Thank you.